ჩვენ გვაქვს რუკების მთელი კომბინაცია. მაგალითად ჩვენ გვაქვს რუკა ქალის, რუკა ზოგადად კარიერული წარმატების რუკა, ადამიანებთან ურთიერთობის, ჩვენ გვაქვს რუკა ასევე საკუთარი თავის აღქმის და საკუთარი თავის შეფასების. აი, რა ვთქვი დაბალი თვით შეფასება, ეს არის ზუსტად რა. შენ საკუთარ თავს უყურებ ისეთი რუკით, რომლითაც შენ აკნინებ საკუთარ თავს. თორე ალბათ გინახავთ ისეთი ადამიანი, რომელიც ვიზუალურად დიდად არ გამოიყურება სასწაულად, არც ინტელექტით გამოირჩევა მაინც და მაინც, მაგრამ საკმაოდ კარგი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავს. ეს რომელი ადამიანია იცი? რომელსაც საკუთარი გარეგნობისა თუ ინტელექტის შესახებ ბევრი კომპლიმენტები ესმოდა ბავშვობაში. ამ დროს შენ შეიძლება ვარსკვლავებს წვედაო, მაგრამ დედა რომელიც ჩასაფრებული იყო მუდმივად, იკირკიტებდა რომ ეს არ გამოგივიდა, ეს არა, ეს ისე უნდა გექნა. ასე გაჩნდა შენს თავში რუკა, რომელიც შენ გაკრინებს და გაკრიტიკებს, შენში მინუსებს და ნაკლოვანებებს ედებს. და ნახე შენ რაც უნდა ფიზიკურად დაიხვეწო და განვითარდეს, სანამ ეს რუკა და თვითშეფასებას უდაბალი იქნება. მაგრამ ეს როგორც შეიცვლება, უკვე აზრი აღარ აქვს, რა გარეგნობა გექნება. შენ საკუთარი თავის პოზიტიურ აღქმას ისწავლე.